შემთხვევაში თუ ჩვენ ტელეკომპანია გავახსნით, ყველა ტელეკომპანიას მივმართეთ და ჩვენ რომ ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს სამეცნიერო საბჭო. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით და დღევანდელი შედეგებით უკვე 200,000 გადაცდა ხელმოწერების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი შემართება უფრო მეტ მოთხოვნილებას, უფრო მეტ ესე ვთქვათ შემართებასაც ითხოვს და ჩვენი რეჟიმი განსაზღვრულია 2013 წლის 4 იანვრამდე, რომ უფრო გაძლიერდეს და უფრო მეტი შედეგი მიიღოს. რატომღაც ესე ამოვირჩიეთ და ამოვიჩემეთ, რომ 4 იანვარს შევწყვეტით ჩვენ ხელმოწერების შეგროვებას. ესეც რა თქმა უნდა განხილვის საგანია და გვექნება ამის შესაძლებლობა გამიხილოთ, გავაგრძელოთ ხელმოწერები, ან მიზანშეწონილად მივიჩნიოთ და 4 იანვარს დავასრულოთ ხელმოწერების შეგროვება. მოკლედ ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის გაცნობიერებული გვაქვს ის მოტივი და ის ფუნდამენტი, რომ ეს ხელმოწერები არის მხოლოდ და მხოლოდ მორალური ბერკეტი და მორალური ზემოქმედების საშუალება ამ ვაქხანალის და ამ მსგავსების გამოსასწორებლად. თუმცა რა თქმა უნდა შესაძლებელია რომ ეს იმ ადამიანზე აღანაირ ზეგავლენას არ გამოვლინდეს და ის არ დაემორჩილოს ხალხის ნერვის ამ მოთხოვნილებას. ამიტომ ჩვენ მოვემზადეთ ამისთვის, მოვემზადეთ როგორ ეს ფორმალურად დავუშვათ რაღაცა ვერსიების სახით, გვაქვს რამოდენიმე ვარიანტი და შეთავაზება სამართლებრივ ჭრილში და ასე ვთქვათ ჩვენი კონსტიტუციის ჭრილში მოვიფიქროთ ალტერნატიული ბერკეტები. თუ ეს კაცი არ დაემორჩილა 4 იანვარს ხალხის ნებას, როგორ მოვიქცეთ და რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს ესე ვთქვათ სახელმწიფოებრიობა და კონსტიტუციონალურობა არ დაირღვეს, ჩიხში არ შევიდეთ და ქვეყანამ კრიზისი არ მიიღოს. ამისათვის ჩვენ მოგიწვიეთ დღეს თქვენ, როგორც საქართველოს იურისპრუდენციის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები და გვინდა გთხოვოთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა ამ საქმის გამოყვანაში და ტოლობის მოძებნაში. იმდენად, რამდენადაც ჩვენ ელემენტარულად გრძნობთ, რომ არის საშიშროება რაღაცა ჩიხში შესვლის, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ და აგერ ბატონ რეზო ჩხეიძეს თავის სიტყვაში მოგახსენებთ, რომ ჩვენ ორგანიზაციაში დავაფუძნოთ სამეცნიერო საბჭო და თქვენ მოგიწვიოთ როგორც ამ სამეცნიერო საბჭოს წევრები, რამე თუ შემდგომ ჩვენი საქმიანობის შედეგად და არაერთი შეკრების შედეგად შევიმუშაოთ დასკვნა. ამ დასკვნაში იქნება მოცემული ყველა ის სამართლებრივი ბერკეტი, რომლითაც ჩვენი ქვეყანა ჩიხში არ შევა და იქნება შესაძლებლობა ყველაფრის დარეგულირების. და ეს დასკვნა მერე მიემართება როგორც პარლამენტს, მთავრობას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს. დღეს შეიძლება საზომათაც კი გამოდგეს ის ამბავი, რომ თუ ადამიანის არ ესმის დღეს საქართველოში რა სიტუაციაა, არა მარტო იმიტომ, რომ ძიმე სიტუაცია, არამედ რა ფრონტზე დგას ამ მომშიც ომია ნავილი, რომელიცაც რა თქმა უნდა ის მოქმედი გმირები, რომელიც ამას ხელმძღვანელობენ, ისე არ წავდნენ ეთყობა ჩვენს მიწაწყლიდან და საერთოდ ეკრანიდან, ვიდრე რაღაც სიბინძურეს არ ჩაიძენენ ჩვენ ხალხის წინაშე. სამამულოებთან თუ რამე არის დაკავშირებული და სამამულოები მაგალითად ეთყობა ცოტა არ იყოს სხვანაირად განიცადა და ჩვენმა ერმა 300,000 კაცი დაღუპა ქართველობიდან, მაშინ როდესაც ის ერი იყო სულ 2,800,000. ეს სხვაშორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაკარგეს ნაკლები მეომარი, ვიდრე ქართველებმა. აი ასე დღეში ვიმყოფებით ჩვენ აღარ გვაქვს უკვე ესა რა ქვია შობადობა არის აბსოლუტურად
კატასტროფულ მდგომარეობაში საზღვარგარეთ გაიქცა ამდენი ხალხი და უკან მოვლენებას მაგენი ალბათ არ დააპირებენ, შეიძლება კიდე ასე გავიდებდეს. კიდევ მეტი გაიქცეს, გაყიდულია ქართული მიწები, ქართული წყლები, ქართული შენობები, ყველაფერი გაყიდულია ხალხო. ამოვწყვით ამ მეტი რა უნდა გააკეთოს მაგალითად რომელიმე დიდმა ბარბაროსმა